ფერისვალებას გილოცავთ. აი მზე ამოდის. ეს ასაულია. ჩვენ სამეცხვარიოზე ვართ. ეს არის იმერეთის ყველაზე მაღალი წერტილი. ალპური ზონა. აი ჩვენი ბანაკიც აქ არის. ნახეთ რა გარემოა. და აი მზე როგორ ამოდის. თქვენს მინდა იხილოთ მზის ამოსვლა, ამიტომ ვარ პირდაპირ ეთერში. მადლობა ყველას, ვინც უხელ ნახა ჩვენი გადაცემა. და ეხლა ეგერ ყველა იღებს მზის ამოსვლას. ბაბი შენს გინდა ნახო ბაბი. აუ რა სასაულია. როგორ ამოგორდა მთაზე. აქედან წავალთ რკინის ჯვარზე. ეხით 1 2 3 საათი სავალი. და აი ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ. ეს არის ჩვენი ბუნება ხარაგაული, რკინის ჯვარი. 2600 მეტრზე მეტი ზღვის დონიდან, ალპური ზონა. სამეცხვარიო ქვია ამ ადგილს. 2000 წლიდან ჩვენ რკინის ჯვარი ვაქციეთ დიდი შეხვედრების ადგილად. ეს ყოველთვის ფერისვალებას ხდება. რკინის ჯვარი, სადაც ანდრია პირველწოდებულმა, სიმონ კანარელმა და მათათამ რკინის ჯვარი აღმართეს პირველი საუკუნის, დიახ ბატონებო, პირველი საუკუნის 30-იან წლებში. აი როგორ ამოდის მზე. აი ამ მწვერვალებზე ქუთაისის ავტომობილო ქარხანაში აწყობილი ბოლეროთი ავედით. აქ მაშინ საერთოდ ვერ მოძრაობდა ტრანსპორტი, მაგრამ ბოლერომ ეს შეძლო. სამწუხაროა, დღეს საავტომობილო ქარხანაში მხოლოდ ჩინური კოლაქია, სოფელია და მანქანის ნატამალი არ არის. საქართველოს ტყეებში მოჭრილ ხეებს ამუშავებენ უბრალოდ და როგორც მორები ასე გააქვთ საქართველოსთან. ნახეთ მზის ამოსვლა. სასაულია. როგორ ამოვიდა. დიდი მადლობა ბატონ ნუდარ თქვენს დაესარით რავალს. ბატონ ნუდარს ბოლეროც ახსოვს კარგია. აი ამ ქვეყნის შვილები ვარ ჩვენ. როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში ერთმანეთს ვტრობდეთ ან ღარიბად ცხოვრობდეთ. მდიდარ ქვეყანაში ღარიბად ცხოვრება დანაშაულია, სირცხვილია. ბატონ ნიკოლოზი, თენგიზ ბატონო, თენგიზ დიხამინჯია. მიესალმე ბატონო თენგიზ.
შვიდობის დილა უსურვეთ, ფერისვალება მიულოცეთ საქართველოს. ბატონ თენგიზი გახლავთ პირველი მრავალპარტიული პარლამენტის წევრი მრგვალი მაგიდიდან და ძალიან დიდი პოსტიც ეჭირა, კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ბატონის ვიად გამსახურდიას განსაკუთრებული მხარდაჭერა ჰქონდა. იქეთ ბატონ თენგიზ ნახეთ ლექსებზე ფიქრობს ჩვენი პოეტი და იურისტი ნიკოლოზ მებაღიშვილი. ეს ხარაგაულ ბურჯომის პარკს ეკუთვნის ყველაფერი. ეს წარმოუდგენელი სილამაზეა, არ ვიცი როგორ ჩანს ახლა როცა თქვენ უყურებთ, მაგრამ ეს არის რაღაც წარმოუდგენელი. ამდენო წელს განსაკუთრებულ ასლას ვაპირებთ. ლიტერატურული საქართველოს რედაქტორი ჯუბა ღებელი უნდა ყოფილიყო დღეს, მაგრამ აუცილებელ მიზეზთა გამო დღეს რაჭაშია თავის მშობლიურ სოფელ ღებში და მომდენო წელს კი ვაპირებთ, რომ მისი ლიტერატურული საღამო გავმართოთ აქ. რაკაც როგორ 4-5 წუთის განმავლობაში როგორ ამოიწია მთაზე, როგორ ამოდის ნათება, როგორც იტყვიან. ჩემს ბაბისთან ერთად ვარ ამოსული. ბაბი, შენც ნახე ბაბი. რანისლია ჩაწოლილი მთებში. სასაულია, სასაულია. რა ხაერია, რა ქვეყანა გვაქვს. უთვალავი ფერით მართლაც. ასე რომ კიდევ ერთხელ გილოცავთ, ბატონებო, ფერისვალებას. სწორედ ამ შემოსვლით იწყება საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ქრისტიანობასთან დაკავშირებული ანდრია პირველწოდებული, სვიმონ კანანელი და მათათა პირველი საუკუნის 30-იან წლებში. იმის შემდგომ ქრისტიანობის შემოსვლის შემდგომ იცვალა ფერი საქართველომ. 21 საუკუნეა მესამე ათასწლეული. კვლავ პრობლემებში ვართ. ვთრობთ ერთმანეთს. მაინც სიყვარულმა უნდა აგვამაღლოს. სიმდაბლით ამაღლებაა საჭირო, საკუთარ თავზე გამარჯვებული ხალხი და რა სხვის წინააღმდეგ მებრძოლი. ესენი ასეთი ხალხია საჭირო. ღმერთო ამ ქვეყანაში ერთხელ მაინც ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის შიგნით შურისძიებით არ იქნება და ქვეყნის გარეთ ვალდებულებებით. სიკეთე გქონდეთ, მაგრად ვიყოთ. ბიბლიურია მეცნიერთა კონგრესის მთავარი მიმართულება, რომ მთავარში ერთობა, მთავარი სამშობლოა, სადავოში თავისუფლება, პოლიტიკური ხედვა სადავო და მაგრამ ყველაფერში სიყვარული. ესა მთავარში ერთობა, სადავოში თავისუფლება, მაგრამ ყველაფერი სიყვარული. სიკეთით იყავით. გვეცვალოს ფერი უკეთესობისკენ. ძლიერ ქვეყანაში გვეცხოვროს, სიკეთით გამარჯვებულ ქვეყანაში გვეცხოვროს, სიკეთით გამარჯვებულ. არა პოლიტიკურ პარტიათა გამარჯვებულ, არამედ სიკეთით გამარჯვებულ საქართველოში, ჩვენ სამშობლოში, საქართველოში. მაგრად იყავით, კარგად იყავით. ფერისვალებას გილოცავთ. აქედან მეომგზავრებით რკინიჟვარზე. გზად ვართ რკინიჟვარისკენ. ნახეთ, რა ქვეყნის შვილები ვართ.
ნახეთ ეს სასაულია. სასაული. აი ეს არის უნიკალური ადგილი. ნახეთ ჩვენ ერთი მანქანით ვგზავრობთ. ძირითადში ფეხით უნდა ვიაროთ. ნახეთ რა არის. ხوارი ბედნიერება. ეგ ხوارი ბედნიერება. სასაულია დააკვირდით ბატონო. ჩვენ ამ სამშობლოს შვილები ვართ. როგორ შეიძლება ქვეყანაში მტრობდეთ ერთმანეთს? როგორ შეიძლება რომ ერთმანეთის დამარცხებაზე ვფიქრობდეთ? ხომ შეიძლება რომ სიყვარულით ვიცხოვროთ რუსთაველის ქვეყანა? პირველი საუკუნის 30-იან წლებში მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა რკინის მათათასთან ერთად მათი სწორი მათათა ის არ იყო მოციქული, მაგრამ ითვლებოდა როგორც მათი სწორი მათათა რკინის ჯვარი აღმართეს პირველი საუკუნის 30-იან წლებში. ხედავთ რა გზა გამოიარეს და ჩვენ მე ავალთ რკინის ჯვარზე იქიდან თუ ინტერნეტი იქნება კიდე ვიმუშავებთ. ეს ხო სასწაულია. და როგორ შეიძლება რომ ჩვენ ამ ქვეყანას არ გაუფრთხილდეთ? ამ ქვეყანას დიდი სულიერი მისია აქვს შესასრულებელი. და ამ სულიერ მისიას შეასრულებს მაშინ არის დაიბადა სამყაროსეული სიყვარულით. ფინიკიელები, შუმერები და ქართველები. აღარ არიან ფინიკიელები, აღარ არიან შუმერები. დარჩნენ მხოლოდ ქართველები. გაუფრთხილდეთ ქართველებს, გერმანელი მეცნიერი ამბობს. მათ დიდი სულიერი მისია აქვს შესასრულებელი. როცა ჩვენ ორგანულ საკვებს მივიღებთ, როცა ჩვენ საქართველოში ქართული მიწის პროდუქტს მივიღებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც ამერიკელებმა დაადასტურეს საქართველოს მიწა, წყალი, ჰაერი, სითბო არის უნიკალური მსოფლიო მასშტაბით. და თუ ქართველები ამ მიწაზე მოყვანილ პროდუქტს მიიღებენ, მაშინ დაიწყება დიდი სულიერი მისიის შესრულება იმასთან ერთად, რომ ექნება ჩიგერთობა. რატომ მტრობთ ერთმანეთს, რატომ მტრობთ საქართველოს? დღეს დაპირისპირება მართალიც რომ იყო, უკვე მტრობაა შენი ქვეყნის. ამას ხშირად ვამბობ და იმით დავამთავრებ ჩემს აი ამ უნიკალურ სამშობლოს. ჭირდება ქვეყნის მოყვარული ხელისუფლება ამ უნიკალურ სამშობლოს. ჭირდება ხელისუფლება, რომლის მართვის მთავარი სისტემა იქნება სულით მართვა უნდა ჭირდება ქვეყანას და არა ფულით. ფულის უფლების ქვეყანაა დღეს საქართველო. სულით მართვა ეს გურამ ქართველიშვილმა უნდა გავიხსენოს დიდი ქართველი. აქ და უნდა ვთქვა რომ კარგად თქვა რომ საქართველოში სული უნდა გმართავდეს და ფული გმართავსო. აი როდესაც ჩვენ სულიერებით ვიქნებით სავსე და სული იქნება თავარი ჩვენი ქვეყნის მართვაში, ჩვენ სრულიად სხვა მისიას შევასრულებთ. ჩვენ ვიქნებით მაშინ აი დიდი ისტორიის გამგზელებლები, დავით აღმაშენებლის გამგზელებლები, შოთა რუსთაველის, გიორგი ბრწყინვალეს, თამარ მეფეს, დიდი ჩვენი სასულიერო პირების, რომლებიც ზეცად არიან, ჩვენი მეფეების, დედოფლების,
და წმინდანების საქმის გამგზელებლები ვიქნებით. ღმერთო საქართველოში, ქვეყანაზე შეყვარებული ხალხის მსახური ქვეყანა, ღმერთო ხელისუფლება, რომელიც უფროსობას კი არ დაუწყებს ხალხს, არამედ მსახური იქნება ხალხის. და ღმერთო მიეცი საქართველოს მოსახლეობას და ქართველ ხალხს იზძალა, რომ ხელისუფლებას უყუროს როგორც მსახურს და არა უფროს. და ის ორი მთავარი, პირველი ის, რომ ქვეყანას სჭირდება ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის შიგნით შურისძიებით არ იქნება მზად და ქვეყნის გარეთ ვალდებულებებით. ქართული პოლიტიკა ძირითადში ქვეყნის გარედან იმართება და იმართება ფულით, ეგ არის საშინელება. და რაც შეეხება ქვეყნის შიგნით, ჩვენ თავის დროზე მეცნიერთა კონგრესი ამბობდა, ყველა ერთის წინააღმდეგ კესმტრობა ფაშიზმია. და ამიტომ ჩვენ ვამბობდით, რომ არ გავერთიანდებით არავისთან, როცა დაიწყოს მოძრაობა ყველა ერთის წინააღმდეგ. ჩვენ ვთქვით, რომ გასამართლებაც, როცა ერთი პარტია მეორე სასამართლებს, ეს მხოლოდ აძლიერებს დაპირისპირებას. დღეს ქვეყანაში მთავარი არის თანამშრომლობის ჰარმონიზაცია. სუსტები უპირისპირდებიან ერთმანეთს, ძლიერები თანამშრომლობენ. საქართველოს სჭირდება სწორედ ეს თანამშრომლობა. და თანამშრომლობა როგორ? ბიბლიური პრინციპით, მთავარში ერთობა, სადაოში თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში სიყვარული. მთავარი სამშობლოა. სადაო, სადაც გინდა პოლიტიკური შეხედულება და რომელ პარტიაში გინდა იქ იყავი. მაგრამ სადაც არ უნდა იყოს მხოლოდ სიყვარული. სიყვარულმა უნდა აგვამაღლოს და სიმდაბლით უნდა აუმაღლდეთ. როგორც ამას ჩვენ წმინდა მამები და როგორც ბიბლია გვასწავლის. ძლიერება ჩვენ ქვეყანას ამ გადასახედიდან ნახეთ, რა სამშობლო შვილები ვართ, რა ქვეყნის შვილები ვართ. კიდევ ერთხელ ვამბობ, როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში ერთმანეთს უპირისპირდებოდეთ. როგორ შეიძლება რომ მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში არ ვაცნობიერებდეთ ამას, რას ნიშნავს ეს, რომ დაპირისპირება ნიშნავს დამსხვრევას იმისა, რაც უფალმა გადაწყვიტა საქართველოსთან დაკავშირებით ყოფილიყო დიდ ჩვენ ახლა რკინიჟვარზე ვართ. ეს არის ადგილი, სადაც პირველი საუკუნის 30-იან წლებში ორმო მოციქულმა, ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა და მათმა თანასწორმა მათათამ აღმართეს რკინიჟვარი. ნახეთ როგორი ადგილია, 2600 მეტრამდე ზღვის დონიდან. აი, ჩვენ დიდი დელეგაცია ამოვედით, აქ ხედავთ, ეს მეცნიერთა კონგრესი, ახალგაზრდობა, ძალიან საინტერესო შემადგენლობა, ბევრი აკაურის დღეს განმავლობაში აქ 1000-ობით ადამიანი მოვა, ჩვენ ძალიან ადრე ვართ. უბრალოდ მინდა რომ ჩვენ ამოვედით უნიშნულოვანესი დოკუმენტებით, ეს არის საქართველოს ინტეგრალური რესურსები. მეცნიერთა დიდი შრომა, რა პოტენციალი აქვს ქვეყანას. საცივილიზებული სახელმწიფოსკენ პროგრამული დოკუმენტი, რომ ეს პოტენციალი მოვიყვანოთ მოქმედებაში. ახალი განზომილება, რა შეცვალოთ რომ გადავრჩეთ, ანუ დასტური იმისა, რომ ქვეყანაში ხელისუფლებების სრულება კი არ არის მთავარი არის სისტემის შეცვლა. რომ შეიძლება ხელისუფლებაში და ხელისუფლების გარეთაც იყვნენ დემოკრატები, მაგრამ მთავარია არა დემოკრატების არსებობა. ერთეულები იქნებიან თუ ათეულები ხელისუფლებაში, არამედ დემოკრატიული სისტემა. დემოკრატიული სისტემა არის იმ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლების სათავეში არიან ინტელექტუალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტის წარმომადგენლები. სადაც ხელისუფლებაში არ არიან და ქვეყანას არ მართავენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბიუროკრატიული ელიტის და პოლიციური ელიტის წარმომადგენლები. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ არასდროს არ უმართავს ქვეყანა არც პოლიტიკური ელიტის, არც ეკონომიკური ელიტის, არც ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენლებს, მუდმივად მართავს ბიუროკრატიული და პოლიციური ელიტა და ამიტომ ვართ ამ მდგომარეობაში. დღეს კიდევ ერთხელ აქ ვამბობთ, რომ ამ ქვეყანას სჭირდება არა ხელისუფლებების სრულება,
არამედ სისტემური ცვლილება. სისტემა უნდა იყოს დემოკრატიული. ერთი და ორი კაცი ხელისუფლებაში და ხელისუფლების გარეთ დემოკრატი ვერაფერს ვერ შველის და ეს არის ამის დასტური სწორედ. ეს უნიკალური ადგილია. დიდი წიგნებით ამოვედით. მინდა ვიცხოვროთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში. ეს მეცნიერთა კონგრესმა რომან ლულუას უძღვნა და მისი ეზოგარემო მოტანულია. აქვე არის ჩვენი გვითხარით ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ საქართველოს პარლამენტის საქართველოს ხელისუფლება. ანუ 21 სექტემბერს ღვთისმშობლობას მოხდება ამ პროგრამის პრეზენტაცია, ხოლო სვეტიცხოვლობას ალბათ მოხდება იმ ადამიანების შეკრება, რომელთაც რეკომენდაცია მიცეს ხალხმა და როცა გამოქვეყნდება სია, ალბათ აგვისტოს ბოლოსთვის ყველანახავს. მე მიხარია რომ ლიტერატურული საქართველოს გვაქვს აქ, იმიტომ რომ ჩვენთან ერთად ჯუბაღებელიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს არის უსაყვარლესი გაზეთი ლიტერატურული საქართველო და ძალიან მიხარია რომ ამით ვარ ჩვენ გამოსული და ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა და მოქმედების მანიფესტი. ეს არის დოკუმენტი, რომელიც 2005 წლიდან იქნებოდა და 2009 წელს დასრულდა. წარადგინა ყველა ხელისუფლებას და მას ხელი მოაწერეს მერაბ ბერძენიშვილმა, აზურ ერქომაიშვილმა, რეზო ჩხეიძემ, არნოლდ გეგეჭკორმა, ჭაბუ ამირეჯიბის ძალიან დიდი მონაწილეობა მის შედგენაში და გურამ დუჩანაშვილის. აქ არის ხელმოწერა არნოლდ გეგეჭკორის, არის ხელმოწერა რომან ლულუასის, ტარიელ ხარხელაულის და თემურ გუგუშვილის, რამაზ ყურაშვილის. ეს უნიკალური დოკუმენტია და გელაჩი მიღებული დოკუმენტი, რომელიც საეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა, რომელსაც ილია ჭავჭავაძე აქვს წამწყვალებული. ჩვენ გვჭირდება ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბრალავად და დაუმონებლად. ეს არის უმნიშვნელოვანესი და ეს მეცნიერთა კონგრესის პოზიციაც ეს არის. აი აქ ვარ ჩვენ დღეს და ზუხელ სამეცხვარეულზე გავაცენეთ. ძალიან სერიოზული შეხვედრა გქონდა. აი ნახეთ როგორი კარგი შემადგენლობა, პატარა ბიჭიც ამოსული. მოდის ხალხი. 2000 წელს ამოვედით ჩვენ პირველად აქ 5-ნი ვიყავით. მანამდე პრაქტიკულად ფერისვალი პასაკარავინ არ მომდიოდა. Skavadoni media. Boshidzer რომელიც ნიკოლოს ჩვენთან მოდი. შეწირვაც გააკეთა ხათის ჩვენი მეცნიერთა კონგრესის წევრი და ძალიან ძლიერი შემადგენლობა. ეგენ აიო ბატონი დავით სახვაძე რომელიც ერთ-ერთი კი არა პირველი იყო რომელიც ამის თაობაზე გითხრა და 2000 წელს მოვედით პირველად დღეს 26 ამოსვლა ჩვენი მაგრამ პრაქტიკულად 25-ია როცა ვთქვით რომ ყოველთვის აქ გამოვიდეთ ეგ არის ძალიან ძლიერი რამ კი აბა მოდი ყველა ძალიან შეძახილი გააკეთე აქედან ბატონ დავით მიესალმე საქართველოს აქედან და მიესალმები საქართველოს დავით სახვაძე სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მას გაგვიმართლა ხალხის რაოდენობა უკვე მართლაც რეკორდულია ბოლო ხანებში ძალიან ბევრი ხალხი ამოვიდა ილოცავთ თან საქართველოს ილოცავთ ჩვენ აქ 400-500 კაცი და 1000 კაცი ყოფილვართ გამე ლოცვები და რეზო ჭეიშვილის იუბილეც კი აქ დავნიშნეს და დაბრუნდება ეს ჩვენ გვინდა რომ მომავალ წელს აქ აღინიშნოს ყველა ბევრი შეისაჯეს აბა შეიძლება ხოდი ბაბა ჩაიმუხლე გადამღებები კიდევ ვინმე წადის ისე რა მარტივია ხალბატონი მოდია აბა მიდით რა კიდე რომელიმე ჩვენების საბასია შევჭამე
არის მის არა პულსი დააშდა კარგია მადლობა ტელეფონით ერთი ამიტომ გასწავს ტელეფონით ახლა ხარია რომ ახლა ჩვენ ძალიან ადრე ამოვედით არა ეს 6 საათზე მზის ამოსვლა ნახეთ Aia. Rozia ხალბატონო მედია 1-2 სიტყვა აქედან უთხარით საქართველოს ბატონ თენგიზი ხამინჯია დამოუკიდებლობის აქტს კი მოვაწერეთ ხელი მაგრამ დღესაც ხო მნიშვნელოვანი დღეა აცილებით დიდი დიადი და რა ვიცი სულიერების სილამაზის ჩვენ ხო ერთგულების ფიცს ხო ვაძლევთ ჩვენ როგორც დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერნი რომ რა იდეალებისაც ვიბრძოლეთ იმ იდეალებით გავაგრძელებთ და ეს არის მეცნიერთა კონგრესი და მადლობა დღევანდელად ფერისვალების დღეს იმ პირველ ქრისტიანებს რომლებმაც სიმბოლური ჯვარი დასვეს აქ და რომლის გაგრძელება შემდგომ იყო ქართული ქრისტიანული ცივილიზაცია. იმედი გამოთქვათ, რომ დღევანდელი კრიზისის მიუხედავად გადავრხავთ ამ გაორებებს და დაუბრუნდებით სულიერ საწყისს, როგორც ერი, ისე ბერი. ამ ქვეყანაში შეიძლება ვიყოთ დაპირისპირებული? ამ ქვეყანაში შეიძლება ცხოვრობდეთ ღარიბად? მართალიც რო იყო დაპირისპირებაში ხوار უნდა შეხვდეთ. რა თქმა უნდა. აბა შეძახე გაუმარჯო საქართველოს ერთიანობას დაუნაწევრებლობას მის აღორძინებას ქრისტიანული ღირებულებების საფუძველზე აი ამ უდიდეს და ულამაზეს ადგილას ჩვენ მოვედით ესე იგი პირველი საუკუნის 30-იან წლებში ანდრია პირველწოდებული სიმონ კანალელი მათათა აქ აღმართეს მათ რკინის ჯვარი სიმბოლურად რომ საქართველოს ყოფილიყო მარადიული ქრისტიანობის ადგილი და მე დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს ამ უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში იპოვის თავის გამოსავალს და შეიქმნება უახლოეს მომავალში ეროვნული თანხმობის პარლამენტი სადაც ყველაზე ეროვნული ჯანსაღი მოვლენ საქართველოს პარლამენტში და მართლაც გაერთიანებენ და გააბწყინებენ საქართველოს ისე როგორც ეხლა არის გაბწყინებული ბატონ თემურ ამ ფერისცვალების დღეს მე მინდა სრულიად საქართველოს მიულოცო ფერისცვალებს ამ მართლაც ფერი ეცვალოს თქვენ როგორც იურისტ და ამავე დროს პოეტს ხელოვანკაც მინდა გითხოთ რომ ამ ქვეყანაში შეიძლება ღარიბად ცხოვრობდეთ ეს არის მართლაც უდიდესი დანაშაული პირდაპირ მნიშვნელობით და უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ამ ხელა სიმინდრების აი ჩვენ სპეციალურად მოვიტანეთ დღეს კიდევ ერთხელ საქართველოს ინტეგრალური რესურსების ეს უნიკალური წიგნი რომელიც სამაგიდო წიგნი უნდა იყოს მართლაც ყველა პრემიერ-მინისტრისთვის ყველა მინისტრისთვის თუ რამხელა სიმდრების რამხელა რესურსების სამშობლო გვაქვს ჩვენ და აი ამის ფონზე ის ემიგრაცია რომელიც ქართული ემიგრაცია და მთელ მსოფლიოში მიუძნეული ქართველები არიან ეს არის მართლაც დანაშაული ქვეყნის წინაშე ისინი უნდა დაბრუნდნენ საქართველოში ჩვენი ძვირფას ემიგრანტები და სწორედ ამ რესურსებმა უნდა დააბრუნოს, ამ რესურსების ხორჩესმა უნდა დააბრუნოს ჩვენი ძირძველი, ჩვენი თანამემამულეები, საზოგადოებრივ ყოფი და აქაურები, ღირსეულად უნდა ვიწყოთ. ჩვენ ხო ვთქვით გუშინ იმის თაობაზე, რომ ვისაც აქ უნდოდა ამოსვლა და ვერ ამოვიდა, იმათ მაგვირადაც ულოცულობ. ჩვენი ემიგრანტების მაგვირად ვლოცულობთ აქ. ყველა იმ ადამიანს, რომელსაც თქვათ, არა აქვს ფიზიკური შესაძლებლობა მოვიდეს, მათ ნაცვლად ვლოცულობთ და ვარდკინის ჯვარზე. ეს ბიბლიური ადგილია და ბიბლიური ადგილიდან ვამბობთ, რომ ჩვენ გვჭირდება დიდი შერიგება ერთმანეთის დაუმონებლად, როგორც ამბობს, შეუბრალავად და დაუმონებლად, როგორც ამბობს ილია ჭავჭავაძე და ჩვენი პრინციპი არის შეუცვლელი, მთავარში ერთობა, სადაოში თავისუფლება, მაგრამ ყველაფერი სიყვარული. მთავარი სამშობლოა, სამშობლოს სიყვარულმა და ქრისტეს სიყვარულმა გაგვაერთიანოს. ამინ. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა როგორც იურისტი? მეცნიერთა კონგრესი რომ ამბობს, რომ ეროვნული თანხმობის ხელისუფლება, რომ ქვეყანას სჭირდება არა პარტიული პარლამენტი, არამედ პოლიტიკური პარლამენტი, რომელშიც პროფესიონალები იქნებიან. კი პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ პარტიული არ იქნება.
ერთი არჩევნები მაინც ხო შეიძლება ასეთი შედგეს და ჩვენ დღეს გუშინ და დღეს მოვილაპარაკეთ რომ ასე მივმართოთ ვისაც ჯერ არის ნუ ჩვენ გვარებს არ ვამბობთ აქ როცა დავბრუნდებით 2-3 დღის მერე მივმართოთ იმ პიროვნებებს და უთხრათ რომ საქართველოს ჭირდება ეროვნული თანხმობის პარლამენტი და ვისაც ქვეყანა უყვარს ამ პრინციპს არ შეცვლის და წავა ამ გზით ეროვნული თანხმობის პარლამენტის გზით არა პარტიული პარლამენტის და მე მინდა დავაკონკრეტო ამ ფაქტს რომ ყველა სეგმენტს საქართველოში ყველა კონტინგენტს ყველა ჯგუფს ეყოლება თავისი აზრის დამხმარებელი პარლამენტი დღეს საქართველოში 30%-იც კი არ ხმოვანდება ქართული აზრისა ხო ეს იქნება ერთიანობის ძალიან სიმბოლური მნიშვნელობის პარლამენტი, სადაც მართლაც საქმის გასაკეთებლად მოვლენ ადამიანები, სადაც რეალურ კანონმდებლობას მიიღებენ, იმ კანონმდებლობას, რომელიც სჭირდება საქართველოს და აღსრულებას იქნება შესაბამისი. აიცით რა არის? ეროვნული თანხმობის პარლამენტი, ეს არის მართლაც უნიკალური მოვლენა და იქნება უნიკალური მოვლენა საქართველოს ისტორიაში, რომელიც მეცნიერთა კონგრესი აინიციირებს. ეს არ არის მხოლოდ მეცნიერთა კონგრესის იდეა, ეს არის საქართველოს მთელი, ანუ ესე იგი, ეს უნდა გახდეს საყოველთაო მნიშვნელობის იდეის განხორციელება უნდა მოხდეს მეგობრებო. ბატონ თენგიზ მოიცით აქეთ და კიდევ ერთხელ ვთქვათ ჩვენ იმის თაობაზე რომ ესე იგი საქართველოს სიმდიდრე ხო არის ყოველი ადამიანი რომელიც არ იყიდება. საქართველოს სიმდიდრე ხო არის ყოველი პარტია რომელიც არ იყიდება. უნდა იყოს. ხო, ნუ ხო არის არა ანუ საქართველოს სიმდიდრე ხო არის ყოველი ხელისუფალი რომელიც პარტიებს არ ყიდულობს. საქართველოს სიმდიდრე ხო არის ყოველი ხელისუფალი რომელიც ხელისუფლებასთან არ მიდის გარიგებაზე და საერთოდ გარიგებაზე ყოველი ხო არის ასეთი პარტია ასეთი წარმომადგენლები ღმერთმა ქნას რომ ჩვენ აი აქ დღეს ვამბობთ რომ ჩვენის ხალხი ვართ რომლებიც არ ვიყიდებით ჩვენის ხალხი ვართ რომლებიც არავისთან არავითარ გარიგებებზე არ მივდივართ მაგრამ ჩვენის ხალხი ვართ რომლებიც ვამბობთ რომ ქვეყანას ჭირდებით ყველანი რომ ამ ქვეყანაში ზედმეტი არავინ არ არის და მეცნიერთა კონგრესის პოზიცია რომ ქვეყანას ვჭირდებით ყველანი და ნუ ვებრძვით ერთმანეთს და ერთხელ მოვიდეს პროფესიონალთა პარლამენტი, ეროვნული თანხმობის პარლამენტი ამ წმინდა ადგილზე. აი ვინც ამის წინააღმდეგი წავა, ისტორიამ ხომ უნდა თქვას მასე რომ ეს იყო ყველაზე დიდი მტრობა შენი ქვეყნის, როდესაც ქვეყანას ჭირდებოდა არა პარტიული პარლამენტი, არამედ პიროვნებათა პარლამენტი, არა პოლიტიკური პარტიების პარლამენტი, არამედ პოლიტიკური პარლამენტი, მაგრამ პიროვნებათა პარლამენტი, რომ ქვეყანას ჭირდებოდა ხელისუფლება, რომელსაც ექნებოდა პრინციპი ქვეყნის ისეთი ხელისუფლება, რომელიც იტყოდა იმას, რომ ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის შიგნით არ იქნებოდა შურიზიებით და ქვეყნის გარეთ არ იქნებოდა ესე იგი დამძიმებული ტვირთით უცხოეთიდან. ხო არის კარგი ნათქვამი. ეს ხო არის მეცნიერთა კონგრესი. სახელმწიფოებრივი აზროვნების ადამიანები უნდა მოვიდეს საქართველოს პარლამენტში მეგობრებო. ხო თქმა უნდა. სახელმწიფოებრივად არა თუ პირადი და პარტიული ინტერესებიდან უნდა გამოდიოდნენ. არამედ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან რა არის დღეს აუცილებელი რა გამოწვევებია რა პრობლემებია სახელმწიფოში ქვეყანას რა სჭირდება იმისთვის რომ გავიდეს სამშვიდობოს იმისთვის რომ გაერთიანდეს აი მეგობრებო სულ რამდენიმე კილომეტრში უბრალოდ ეხლა ღრუბლები ეფარება აფხაზეთი გასაკვირველია დიახ ანუ ჩვენ ახლოსა ვარ ძალიან ძმები არიან ჩვენი ოსები აფხაზები როგორ შეიძლება სხვანაირად ამ წმინდა ადგილზე ვამბობ ბაბადონო მედია თქვენ ხო არ გაქვთ რაიმე თქვენ იზიარებთ ამ მოსაზრებებს მე მიულოცე საქართველოს დევანდელი დღე ჩვენ ძალიან გვინდა რომ ტელევიზია ქართული ბატონი რურუმას თავკაცობით თქვენ როგორც ერთ-ერთი და ეგერ კიდე ბატონ ესე იგი ბატონ ნიკოლოზიც როგორც თქვათ ამ სამეთვალყურო საბჭოს და როგორც იტყვიან იმ საბჭოში სერიოზული ფიგურები და ისე როგორც ქალბატონი მანანა როგორც დირექტორი აი ეს იყოს ტელევიზია რომელიც იქნება მართალი ტელევიზია რომელიც არ მოემსახურება არავის და ყველა სიტყვა რომ იქნება ეს საყოველთაო ტელევიზია დიახ ეს არათუ ვიღაცის დავალებების შემსრულებელი ბიზნესმენები სამწუხაროდ არის არამედ ბიზნესის დაცვის ტელევიზია სამშობლოსთვის დავალებული ტელევიზია და სამშობლოს ინტერესების გამტარებელი ტელევიზია სამშობლოს ეროვნული ტრადიციების კარგი საუბარი შედგა აქ პირდაპირ ეთერს ვერ ვახერხებთ მე ამას გავაკეთებთ ვართ რკინის ჯვარზე ვართ ამ დოკუმენტებით ამოსული ეს ჩვენი პრინციპული დოკუმენტებია რომელიც იწყება მოქმედების მანიფესტით
შვაში დევს სწორედ ის, რასაც ქვია, ესე იგი, საქართველოს ინტეგრალური რესურსები, საქართველოს სიმდიდრეები, გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ და მთავრდება იმით, მინდა ვიცხოვროთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში. აი მოქმედების მანიფესტი. კი, მოქმედების მანიფესტით იწყება, დიახ. პოსტულატები კი, არის. სასაული. რა არის დღეს აუცილებელი იმისთვის, რომ ქვეყანა ამ უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისიდან გამოვიდეს. ღმერთო გააზლიერე საქართველოს ჯვრის ზალით, რკინის ჯარის ზალით და დიდი მადლობა იმ დიდ როგორც იტყვიან პიროვნებებს, რომლებიც აქ ამოდიან და ვინც დაიწყო აქ ანდრია პირველწოდებული, სვიმონ კანანელი და მათათა. აი, საიდან ამოვიდნენ, როგორ და ჩვენ მომდენო წელს უნდა მეცნიერთა კონგრესმა და ქართული ერთობის დარბაზმა, ტელევიზია ქართულმა ტივიმ უნდა შევძლოთ ის, რომ ძალიან ბევრმა შეძლოს აი ამ დღეს შეძლოს აქ და ვინც ვერ შეძლებს მათ ნაცვლადაც ვილოცოთ. ეს წმინდა ადგილია, ეს ბიბლიური ადგილია. ბიბლიური ადგილიდან ულოცავთ საქართველოს ფერისვალებას, ეცვალოს სიკეთისაკენ ფერი, ქვეყანაში მტრობა დამთავრებული იყოს. სუსტები პირისპირდებიან, ძლიერები თანამშრომლობენ. ვითანამშრომლოთ საქართველოსთვის. ქართველები ვართ, საქართველოს შვილები ვართ. რა დროს მტრობაა ხალხო, რა დროს დაპირისპირებაა. მოდით რა შეუნდოთ, ვაპატიოთ ერთმანეთს და წავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა წინ, იმიტომ როდესაც ქვეყანაში შიგნით იქნება ერთობა, საქართველოს შეასრულებს დიდ სულიერ მისიას. ძლიერად ვიყოთ, სიკეთით გამარჯვებულ საქართველოში ვეცხოვროს. გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს ქრისტიანულ ღირებულებებს.